ეს არის ის ჩეკლისტი, რომელიც გჭირდება სანამ ტრეიდში შეხვალ. მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებ ტრეიდინგზე, ვისაუბრებთ იმ ჩეკლისტზე, რაც გჭირდება შენ იმისთვის, სანამ შეხვალ ტრეიდში. ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება იდეალური ტრეიდი და აქვე მინდა ვთქვა, რომ იდეალური ტრეიდი არ არსებობს, რაც შეიძლება გუშინ წინ და ერთი თვის წინ მუშაობდა. ეხლა შეიძლება 2, 3, 4, 5 ჯერ არ იმუშაოს, ამიტომ გვაქვს რა თქმა უნდა ასეთვები, ესეთვებიც, ესეთვები, სადაც სხვადასხვა რისკს იღებ პროცენტულად, A-ტრეიდზე მაგალითად იღებ 1% რისკს, A+ ტრეიდზე არის მაგალითად no-brainer-ი, უბრალოდ იღებ და შემდეგ გვაქვს B და C ტრეიდები, სადაც რა თქმა უნდა იღებ უფრო ნაკლებ რისკებს, ეს შეიძლება იყოს 0.5 ან თუნდაც 0.25%. ასევე მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ დღეში შეგიძლია იყო ტრილიონი ტრეიდი. ანუ ყოველ წამს შეგიძლია შეხვიდე შორტში, შეგიძლია შეხვიდე ლონგში. ყოველ წუთს შეიძლება დაინახო ტრეიდი, რომელსაც აქამდე იღებდი, მაგრამ ეგ ანიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა იყო ეს ტრეიდი. ყოველთვის უნდა გქონდეს კონფირმაციები სხვადასხვა ტაიმფრეიმზე, უნდა იყოს მაგალითად ლეველი გარღვეული, უნდა გასცე შენ თავს იმ კითხვას პასუხი, რომ ვარ თუ სუპორტზე და რეზისტენზე. თუ მაგალითად რეზისტენზია ფასი, სადაც მაგალითად შეიძლება swing short-ები შედიოდნენ, შენ კიდე იქ day trade ან swing trade longs ეძებ, რა თქმა უნდა ეს არის დიდი შეცდომა, ხომ? შეიძლება ზუსტად იგივე setup-ი იყოს, რაც გუშინ იყო, მაგრამ ეს setup-ი გუშინ ერთი და იგივე setup-ი მაგალითად იყო support-ზე და დღეს არის ზუსტად იგივე setup-ი, რაც გუშინ იყო, მაგრამ resistance-ზე, ხო? ამიტომ ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ასე უნდა მივაქციოთ ყურადღება ბევრ ფაქტორებს, როგორც არის მაგალითად იმპულსები, ხო? როცა ვიცით, რომ ბაზარი იზრდება ძალიან, ან გვაქვს მაგალითად ან გინდვარდ ნაგინდს და არ აქვს მნიშვნელობა, გვაქვს მაგალითად ძალიან დიდი იმპულსები, ვთქვათ, რომ ბაზარი მიდის მაღლა, გვაქვს მაგალითად 1%-იანი იმპულსი, მერე პატარა რეინჯი რამოდენიმე წუთი, შემდეგ 1%-იანი იმპულსი, შემდეგ ისევ პატარა რეინჯი, შემდეგ მაგალითად 0.25%-იანი იმპულსი, ხო? რა შეგვიძლია აქედან, რადგან შეგვიძლია გამოვიტანოთ, ეს არის ის, რომ იმპულსები ნელ-ნელა ასე ვთქვათ, უფრო და უფრო პატარავდება, აქამდე 2% იყო, მე 1%-ს და მე 0.25% ზრდა და შემდეგ ეგ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად ჩვენ ვახლობდით უკვე resistance, იმპულსები აღარ არის დიდი, მომენტუმი უკვე უძლურდება, ანუ ლონგერები აღარ შედიან ის აგრესიულად, რომ ბაზარი მაღლა წავიდეს და მაგალითად აქ უკვე შეგვიძლია გამოვიტანოთ ის კონკლუზია, რომ ბაზარი შეიძლება შემოტრიალდეს, ამიტომ ველოდებით ესე ვთქვათ, trend reversals, ხომ? ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანუ ბაზარი არის ყოველთვის სხვადასხვა კონდიციაში. ხან გვაქვს ტრენდი აღმავალი ტრენდი, ხან გვაქვს ძალიან დიდი FOMO, ყველაფერს ფასში გრძნობ ხოლმე. ხან გვაქვს რეინჯი. ამ რეინჯში შეიძლება კიდე სხვა რეინჯი იყოს, ანუ მაღალ ტაიმფრეიმი რეინჯი გვაქვს, მე დაბალ ტაიმფრეიმი რეინჯი გვაქვს და ასე შემდეგ. ყოველთვის უნდა ელოდო ლეველების გარღვევას, ან მაღლა, ან ქვემოთ, რათა გქონდეს კიდე დამატებითი კონფირმაცია, ხო? ასევე როცა შენ ჯდები ჩარტებზე და ეგრევე 5 წუთში პოულოპ ტრეიდს და ეგრევე შედიხარ ტრეიდში, იცოდე რომ 99% არის შეცდომა და 99% დაკარგა, ხოლო შეიძლება 1% გაგიმართლოს, 1-2 გაგიმართლოს და that's it. ამიტომ ახლა განახებთ როგორ ვიწყოთ მე დღის სტარტს, როგორ ვდებ ჩემ ესე ვთქვათ notification-ებს, როგორ განვიხილავ ესე ვთქვათ ბაზარს. და გირჩევთ, რომ თქვენ ზუსტად იგივე მეთოდით მიყვეთ, ესე ვთქვათ, თქვენ ანალიზს ყოველდღიურად და დამიჯერეთ, რომ აუცილებლად ნახავთ ძალიან დიდ შედეგს. მოდი გადავიდეთ ახლა ბაზარებზე, მეგობრებო. და მოდი პირდაპირ დავიწყოთ ახლა ბიტკოინით. ბიტკოინზე დავიწყოთ თუ სად ვედებთ ტრეიდებს, სად იყო ტრეიდები და აშენ. რა თქმა უნდა, ვიწყოთ პირველ რიგში ვიკლით. ასევე მინდა გითხრათ მეგობრებო, სანამ გადავალ ესე ვთქვათ ანალიზზე, მინდა გითხრათ, რომ ყოველდღე უნდა გააკეთოთ ახალი ანალიზი. შეიძლება რომ daily და weekly chart-ზე არაფერი არ იყოს შეცვლილი, ამიტომ ეს ლეველები შეგიძლიათ დატოვოთ, მაგრამ intraday ყოველთვის უნდა გააკეთო სუბთა ჩარტიდან, ანუ უნდა წაშალო ყველაფერი, შეიძლება ზუსტად იგივე ლეველების გავლება მოგიწვევს, რაც გუშინ, მაგრამ ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ყოველთვის უნდა დაიწყო ახლიდან, ამიტომ ესეც ძალიან აუცილებელი არის და ყოველდღე დაეწყათ ხოლმე clean chart-დან. რა თქმა უნდა, ახლა ხედავთ, რომ აქ არის ჩვენი weekly level-ი, ასევე ბევრს ეზარება ხოლმე ამ level-ების გარღვევა და გავლება და ამ level-ების
განსაზღვრა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მეგობრებო, რომ ეს ლეველები არის აუცილებელი. როცა მაგალითად ვიღაც შედის ტრეიდში და მეუბნება, აი დავით, ეს კარგი ტრეიდია. ანუ რას ნიშნავს ეს კარგი ტრეიდია? არც stop loss-ი გაქვს კარგად stop loss გავუკეთე კარგად fine tuning-ი, არც entries, არც rewards და ასე შემდეგ. და რომელიმე სადამდე არის შენი reward-ი? აი რავი 1-2-ზე მეყოფა, ან 1-3-ზე მეყოფა, ან 1-5-ზე მეყოფა, რას ქვია, გეყოფა. ანუ რასაც ბაზარი გაძლევს და რასაც ბაზარი გეუნება, ზუსტად ის უნდა გააკეთო. შენ უნდა მოусმინო ბაზარს. მე ხშირად ამაქვს ნათქვამი, რომ შენ უნდა იყო ბაზრის მონა. რო გეტყვის გააკეთე ეს, გააკეთებ ამას. არ გააკეთებ და აუცილებლად დაისჯები და აუცილებლად დაკარგავ თანხას. ამიტომ ეს მაღალ time frame ლეველებიც არის აუცილებელი იმისთვის, რომ შემდეგ, როცა ტრეიდში შეხვალ ან დაიწყებ short-ს ან long-ის მოძებნას, ყოველთვის ვწოდე, რომ შენი ტარგეტი იქნება მან. ანუ არ არის აუცილებელი, რომ ბაზარი ნამდვილად მან მივიდეს, მაგრამ შენი პოტენციური ტარგეტი იქნება იმ high time frame level-ამდე, რომელიც რა თქმა უნდა შენ განსაზღვრი, ხო? გადავიდეთ ახლა ესე ვაკ მეგობრებო. ანუ ეს არის weekly-ზე, შემდეგ ეს არის weekly-ზე resistance-ი, ეს არის weekly-ზე რა თქმა უნდა ჩვენი support-ი, ამას გავამწვანებ. ამას კიდე clones გავუკეთებ და შეიძლება რა თქმა უნდა ბაზარი კიდე ჩამოვიდეს ქვემოთ. ეს რაც შეეხება ჩვენ მაღალ time frames, ანუ თუ swing trader-ი ხარ, რა თქმა უნდა, ან ინვესტორი, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა შენთვის საინტერესო აყიდვა, სადაც შენი ტარგეტი იქნებოდა პლუს-მინუს აი აქამდე. ანუ მაგალითად გზადაგზად უყიდულობ, შეგეძლო აქ გიყიდა, მაგალითად აქ ჯერ არ შეივსო, მაგრამ აქედან აქ 60% იქნებოდა და აქ თუ შეგივსო და აქ თუ შეხვედი ამ შემთხვევაში 40% იქნებოდა პლუს-მინუს. ასე უნდა გავარკვიოთ ხოლმე ყოველთვის მეგობრებო, როცა შენ ტრეიდში შედიხარ, არის ეს day trade-ი, scalp-ი, swing trade-ი თუ ინვესტიცია. ხომ ყოველთვის ვამბობ, რომ შენ შეგიძლია როგორც ინვესტორი იყო, ანუ შეგიძლია ინვესტიციები გქონდეს, შეგიძლია trading account-ი გქონდეს, მაგრამ ეს ორი რამ ცალ-ცალკე უნდა გქონდეს. ერთ და იგივე account-ზე თუ გააკეთე trading-ის და ინვესტიციას არის უდიდესი შეცდომა. ამასაც ძალიან ხშირად ხედავ ხოლმე და გირჩევთ, რომ გადაანაწილოთ თქვენი, ასე ვთქვათ, გააცალკოთ, ინვესტიციები იყოს ცალკე, trading-ი იყოს ცალკე. გავაგზავნოთ ახლა ესე ვაქვს, ჩვენი weekly level-ები გვაქვს. შემდეგ გადავიდეთ ახლა daily-ზე. Daily-ზე რა ხდება? ყოველთვის დაიწყე ხოლმე, ესე ვთქვათ, უბრალოდ level-ების გავლება, სადაც ჩვენთვის რასაც საინტერესოს ხედავ. მაგალითად, აქ გქონდა range, უბრალოდ level-ები გავავლობთ. ახლა ეს level-იც მომწონს მაგალითად. და შემდეგ გავუკეთოთ fine tuning-ი. ნუ ეს level-იც მომწონს. ეს level-იც მომწონს აქ. ესე და შემდეგ რა თქმა უნდა აქ high time frame-ზე ეს daily level-ი ძალიან მომწონს აი ეს level-ი და მოდი ახლა გავუკეთოთ fine tuning-ი, რა გვჭირდება და რა არ გვჭირდება. ახლა რა თქმა უნდა ჩვენ ვართ აქ ლოკალურად ხედავთ, რომ აი ეს drop-off-ი არის ჩვენთვის significant-ური და ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ აქედან დაიწყო ძალიან დიდი ვარდნა და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ეს გავარღვიოთ, მაგ შემთხვევაში გვეცოდინება, რომ ჩვენი ტარგეტი უკვე იქნება $90,000, მაგრამ წარმოიდგინე შენ თუ აქედან მოდიხარ swing trade-ში და უკვე ესე ვთქვათ, ესეც გაარღვე და აქ წამოხვედი, ანუ აღარ დაგჭირდება იმაზე ფიქრო, აქ რო გაიღვევა, აქ ხარ ვიყიდო, იმიტომ რომ ქვემოდან მოდიხარ და უკვე რა თქმა უნდა დიდი უფრო მეტი მოგება გექნება, მაგრამ რა თქმა უნდა ვინც ელოდება ესე ვთქვათ, ორმაგ კონფირმაციებს და ამ ლეველის გარღვევას, ის უფრო ესე ვთქვათ, ისე თუ ასე ზუსტ ტრეიდში იჯდება, ვიდრე შენ. მოკლედ ამ ლეველს fine tuning-ს გავუკეთებ, დავწე მეგობრებო, აი აქ. რა თქმა უნდა შეგიძლია შენ ქვემოთაც აიღო, ანუ ხშირ შემთხვევაში მე აქ box ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ არ მინდა რომ ძალიან ქაოტური ჩარტი გამოგვივიდეს, ამიტომ უბრალოდ level-ს დავდებ. აქ ვხედავ აქ ძალიან საინტერესო level-ს, daily-ზე ეს არის აი ეს level-ი, საიდანაც ბაზარი წამოვიდა ქვემოთ, შემდეგ გავარღვიეთ, გავტესტეთ. დეფენსიურად გავაკეთეთ higher high, მე ესე ძალიან დეფენსიურად გავტესტეთ, აქაც რაღაც news-ები იყო, სიმართლე მოგითხრათ, აქ პოზიტიურად არ გამოიყურება, მე მინდა უფრო სიძლიერე ვნახო და ბაზრის ძლიერად მაღლას ვნახო, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოიყურება ესე ძლიერად, რაც ნორმალური არის ამხელა ვარდნის შემდეგ დიდი ხანი range. ნუ მოკლედ ეს არის ჩვენი level-ი daily-ზე. ეს level-ი არ მოგწონს, იმიტომ რომ არაფერს არ გვიკონფირმებს აქ ლოკალურად, აქ ისტორიაში შეიძლება საინტერესო level-ი იყოს, მაგრამ აქ ჯერჯერობით არაფერს არ გვიკონფირმებს. შეგვიძლია შემდეგ ეს level-ი აქაც გავავლოთ და ვხედავთ, ანუ მარს მინდა ვაკონფირმოთ, რომ აქაც ბევრი ინტერაქციები გქონდა და აქაც იყო ძალიან დიდი range, სადაც ვიჭექით რამდენი ხანი პლუს-მინუს 250 დღე და ადრეს ვამბობდი, რომ აქ დიდი ხანი რო ვზივართ არის კარგი, რატომ? იმიტომ რომ ბაზარმა თუ გააკეთა კორექცია, გეცოდინება, რომ
აქ არის ძალიან დიდი ინტერესი და შეიძლება აქ იყოს იდეალური ადგილი საყიდლად, რასაც ხედავთ, რომ ნამდვილად ეხლა ეგრე არის. ანუ daily-ზეც განსაზღვრეთ ჩვენი level-ები და რას ხედავთ ეხლა? მოდი ამ მწვანებს, ამ weekly support-ებს წავშლი, რომ ქაოტური არ გამოვიდეს, იმიტომ რომ ჩარტები უნდა იყოს რაც შეიძლება ნაკლებად ქაოტური, იმისთვის რომ იყოს შენთვის გასაგები თუ რა შვება ბაზარი და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეგვიძლია დავინახოთ არის ის, რომ ჩვენ ვიმყოფებით range-ში, ანუ ჩვენ ვიმყოფებით ამ ორ level-ზე, ამიტომ მოდი აქაც ესე ვთქვათ, ესეთ box-ებს გავაკეთებ, სადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაზარი აქ თუ ჩამოვიდა, ან აქ თუ ამოვიდა, ვიღებთ high risk trade, ანუ high risk trade-ებს კი არა, შეგვიძლია მთლიანი პროცენტი გავრისკოთ. მოდი ამას წვანეს დავტოვებ, გეტყვით მე რატო, clone, აქ წვანეს დავტოვებ. ეს დავაკლონოთ ესეც, ამას უკვე გავაწითლებ. ესეც დავკლონოთ. და ესეც ესე გავაწითლოთ. ანუ რა ხდება აქ? მაგალითად აქ ვიცით რომ ეს არის ძალიან დიდი range-ი. ამ range-ში ესე ვთქვათ, ეს არის ჩვენი support-ი, ეს არის ჩვენი resistance, ხო? ბაზარი აქ თუ ამოვიდა, აქ რა თქმა უნდა ველოდებით short-ებს, ანუ სცენარებში უნდა ვივარაუდოთ ყოველთვის. აქ ავიღებთ რა თქმა უნდა 1%-იან risks, აქაც ავიღებთ 1%-იან links, აქ რა თქმა უნდა მოვუძებნით longs, ესე ვთქვათ, ფასში, ანუ დაველოდებით ფასი რო ჩამოვა, ვნახავთ როგორ განვითარდება და შევეცდებით რომ longi ავიღოთ კონფირმაციას თუ მოგწ. რატომ აქვს აქ წითელი და მწვანე? იმიტომ რომ ეს resistance შეიძლება უცბად შეიცვალოს support-ში. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავარღვიეთ ეს, ანუ ნახე ახლა რა ხდება, აქ უკვე გვაქვს გარღვევის სცენარი და აქაც გვაქვს ჩამორღვევის სცენარი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე 4 სავარაუდო ტრეიდი გვაქვს. იმ შემთხვევაში თუ ეს სცენარი მოხდა, longs ავიღებთ, იმ შემთხვევაში თუ ეს სცენარი მოხდა, shorts ავიღებთ და ასევე ვქნოთ აქ longs ავიღებთ, აქ shorts ავიღებთ. ანუ გვაქვს უკვე 4 სცენარი. ეს რა თქმა უნდა daily-ზე, ხო? მაგრამ ჩვენ ლოკალურადაც გვინდა ტრეიდების აღება, იმიტომ რომ ვართ day trader-ები, თუ ხარ day trader, რა თქმა უნდა ლოკალურადაც უნდა უყურო, ამიტომ ჩამოდიხარ ქვემოთ 4 საათიანზე. 4 საათიანზე უყურებ, რა ხდება 4 საათიანზე. ხედავ რომ აქ გაქვს ესე ვთქვათ, ესეთი level-ი, რომელსაც აქ ინარჩუნებ, მოდი აქ გავავლებ. ხას ესეც აქ გვაქვს 4 საათიანი level-ი და აქაც გვაქვს ეს level-ი დავტოვოთ, იმიტომ რომ ეს არის mid range და ამასაც აღარ გავავლებ, იმიტომ რომ ისედაც ხედავ. ეხლა ნახე რა ხდება. ამ ჩვენ range-ში ჩვენ ვიპოვეთ mid range. ანუ ეს არის ჩვენი mid range. Mid range ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ არის ძალიან დიდი ქაოსი და აი აქაც ხედავთ რომ არის უდიდესი ქაოსი. გავაკეთოთ. აი აქაც არის უდიდესი ქაოსი. რატომ არის ქაოსი? იმიტომ რომ ბაზარს ვერ გაუკვირია მაღლა წავიდეს თუ ქვემოთ წამოვიდეს, ამიტომ აქ ტრეიდების აღება არის ხოლმე ყოველთვის ძალიან სარისკო. ამიტომ მოდი გავსაზღვროთ ესეთი რაღაცა. აქ იღებ შენ 1%-იან ტრეიდებს, არ აქვს მნიშვნელობა longi იქნება თუ short-ი, მაგრამ რა თქმა უნდა დაველოდოთ გარღვევას და კიდევ ერთხელ აი 4 საათიანზე იდეალურად ხედავთ ამ level-ს. გარღვევა ნიშნავს, როცა შენ სანთელს გახსნი და დახურავ გარკვეულ level-ზე მაღლა. ანუ სანთელი უნდა გაიხსნას და დაიხუროს ამ level-ის მაღლა. თუ სანთელმა ესეთი რაღაცა გააკეთა, გააკეთოს, არ აქვს მნიშვნელობა, რამხელა იქნება ეს სანთელი, ყოველთვის უნდა დაელოდო მეორე სანთელს, რომ გაიხსნას, ანუ ეს გაიხსნება უკვე აი აქ და უნდა დაიხუროს მაგალითად მაღლა. თუ ესეთი რაღაცა გააკეთა, ესე ვთქვათ, გაიხსნა აქ და მაინც ამ level-ის ქვემოთ დაიხურა, ეგ ნიშნავს rejection-ს და ნიშნავს იმას, რომ არანაირი კონფირმაცია არ გაქვს ესე ვთქვათ გასალმად, ამიტომ ყოველთვის უნდა დაელოდო კონფირმაციას და level-ის გარღვევას. ანუ აქ ვიღებთ 1%-იანს, აქ ვიღებთ 1%-იან ტრეიდებს და აქ ვიღებთ 0.5%-იან ტრეიდებს. 0.5% და შენი თავით შეზღუდე ხოლმე ყოველთვის მაქსიმუმ 2 ტრეიდი დღეში. შეზღუდე შენი თავი იმაში, რომ მაქსიმუმ 1% დაკარგო დღეში, შეგიძლია ეს ტრეიდი 2-ად დაყო, შეგიძლია 3-ად დაყო, მაგალითად 0.5%-ით, ან თუნდაც 1 ტრეიდი აიღო 1% და მორჩა, ანუ შენი თავი შეზღუდო ეგრე, ან შეგიძლია 3-ად დაყო 0.33%. ანუ აქ ვიცით, რომ შეგვიძლია აქ ლონგები ავიღოთ, ანუ იმიტომ რომ ეს 4 საათიანიც გავარღვიეთ, აქ შეგვიძლია ლონგები ავიღოთ, სადაც ჩვენი ტარგეტი იქნება აი აქ. და აქ შეგვიძლია ასევე ავიღოთ short-ები, სადაც ჩვენი ტარგეტი შეიძლება იყოს აი აქამდე. რა თქმა უნდა, გზადაგზა გვაქვს რაღაც გარკვეული level-ები, რომელიც არის აი აქ და აქაც შეიძლება მაგალითად long-ის აღება, მაგრამ ეს ყველა long-ი აი მაგალითად რას ვამბობ ხოლმე risks და ნაკლებად სარისკოს.
აქ მაგალითად შეიძლება ლონგი აიღო ფაში, აქაც შეიძლება ლონგი აიღო ფაში, მაგრამ ეს ყველაფერი არის დაბალ ხარისხიანი ტრეიდები, რატომ? იმიტომ რომ შენი იმყოფები mid range-ში. მაგალითად, აქ ზუსტად იცი რომ support-ზე იმყოფები და აქ ზუსტად იცი, აი მაგალითად, აქ თუნდაც და აქაც ზუსტად იცი რომ აქ ვარ support-ზე და აქ ყველა ეძებს longs. აქ ვიცით რომ აქ ყველა ეძებს shorts, ხომ? ამიტომ ძალიან დიდი განსხვავება შენ აქ აიღებ ტრეიდს თუ აქ აიღებ ტრეიდს. თუ რა თქმა უნდა day trader-ი ხარ და scalper-ი ხარ, გინდა რომ ლოკალურადაც ეძებო ტრეიდი, ამიტომ მაგალითად ხო ფასი აქ სანამ აქამდე ჩამოვა, სანამ აღამდე ამოვა, შეიძლება რამოდენიმე დღე ან თვეც გაგრძელდეს, ხომ? ამიტომ ლოკალურადაც უყურებთ ჩვენ ლეველებს. მოდი ამას ვეშლი, ამიტომ დავტოვ ფასი. და რა ხდება ახლა ყოველთვის უნდა დავიწყოთ იქიდან თუ რა მოხდა ბაზარზე, სანამ შენ დაიწყებ ტრეიდის მოძებნას, სად ვართ, როგორ ვართ, უნდა გაიარო თუ საიდან მოვდივართ, ანუ რა გააკეთა ბაზარმა. ბაზარზე ვხედავთ რომ ჯერ არ გაუტესტია აი ეს ყველაზე მაღალი ლიკვიდობა. ვხედავთ რომ გავტესტეთ აი ეს ლეველი, რომელიც იყო იდეალური რეჯექშენი, ბაზარი წამოვიდა ქვემოთ. ქვემოთაც ავიღეთ აქედან რა თქმა უნდა ლიკვიდობები, ანუ აღმავალი ტრენდი გავაგრძელეთ. ანუ წავიდა ბაზარი აქედან მაღლა, სად გაჩერდა ბაზარი, ბაზარმა დაარეჯექტა აი ეს ლეველი, ანუ ბაზარს არ აქვს ესე ვთქვათ საკმარისი ძალა იმისთვის რომ ეს ლეველიც გაარღვიოს და გატესტოს მაღალი ლეველი. როცა შენ არეჯექტებ გარკვეულ ლეველს, სად მიდიხარ ხოლმე, მიდიხარ ყოველთვის იქ, საიდანაც ბაზარმა დაიწყოს ზრდა და გატესტა აი ეს ლეველი და დაარეჯექტა. ხო, ამ შემთხვევაში არის ჩვენი აი ეს ლეველი. ახლა ნახეთ რა ხდება. შეგვიძლია თუ არა აქ ლონგის მოძებნა. პირველ რიგში გადავიდეთ ბაზარზე low time frame-ზე რა მოხდა, ანუ ხედავთ რომ ეს იდეალურად არის გატესტილი. და აქ რას ხედავთ მაგალითად? აქ ხედავთ რომ გვაქვს იდეალური, ესე ვთქვათ, აღმავალი ტრენდი. ეთერიუმზე მქონდა, აქ ბიტკოინზე არ მქონდა სხვათა შორის, იმიტომ რომ ეთერიუმზე სხვანაირად გამოიყურებოდა ბაზარი და მქონდა აი აქ short, იმიტომ რომ ეთერიუმზე ცოტა სხვანაირი კონსტრუქცია იყო, ვიდრე აქ, ამიტომ short იმედო ეთერიუმზე, მაგრამ front run მქონდა, აი აქაც front run მექნებოდა, აქაც რო დამედო, ანუ სამწუხაროდ არ შემივსო, მაგრამ იდეალურ short-ში ვიქნებოდი. რატო ვეძებდი აქ shorts, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ დავარეჯექტეთ აი ეს და 4 საათიანზეც ხედავთ რომ ანუ ვერაფერი ვერ გააკეთა. აი ნახეთ, მქონდა ეს მწვანე ლეველი, პირდაპირ წითელი ლეველი, ნიშნავს რომ ეს ლეველი ვერ გავარღვიეთ ვერანაირად, ანუ დავარეჯექტეთ. ამიტომ ჩვენ გვიაქტიურდებოდა short-ები, რა თქმა უნდა, ეს short-ები არც თუ ისე ძალიან ხარისხიანი იყო, იმიტომ რომ მაღლა კიდე გვაქვს ლიკვიდობა, მაგრამ მქონდა ის კონფირმაციებიც, რომ აი აქ ეს წერტილი, აი აქ ეს წერტილი, ეს შეხებები, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ამბობ, რომ ბაზარი არ ჩერდება იქ, სადაც ჩერდება ტყუილუბრალოდ. რო გამო ეს ლეველი რო წამოვიყვანოთ უკან, ანუ ხედავთ, რომ იდეალურად შეგვიძლია დავაკონფირმოთ აი ეს ლეველი, სადაც მოხდა ინტერაქცია, ხო? ამიტომ ამაზე მეტი კონფირმაცია რა გინდა? ყოველთვის დაიმახსოვრე, რომ ფასი ტყუილუბრალოდ არ ჩერდება იქ, სადაც ჩერდება. ამიტომ მე ვუყურებდი short-ებს, სამწუხაროდ არ შემივსო. და ასე ვთქვათ ბაზარი წამოვიდა ჩემთან ქვემოთ უჩემოთ. ახლა ნახეთ რა ხდება 4 საათიანზე ვხედავთ რომ აქ გვაქვს ლეველი, daily-ზეც ვხედავთ რომ აქ გვაქვს რა თქმა უნდა ლეველი, აი აქ. ამ ლეველი, ეს ლეველი დღეს თუ დავკარგეთ, სავარაუდოდ კიდე ქვემოთ წამოვალთ, მაგრამ ვხედავთ რომ აქ გვაქვს ლეველი, ვხედავთ რომ ახლა ლოკალურად რომ შევხედოთ, იმედია არ დაიბენთ მეგობრებო, იმდენი ინფორმაცია არის, მაგრამ უნდა დავიმახსოვროთ რომ ტრეიდინგი ადვილი რო იყოს, ყველა მომგებიანი ტრეიდერი იქნებოდა, ამიტომ უნდა შევეცადოთ რომ ეს ინფორმაცია ყველანაირად შევიწოვოთ როგორც ესე ვთქვათ არის საჭირო. ანუ აქ გვაქვს ახლა მაგალითად daily level-ი, აქაც გვაქვს ახლა მაგალითად კიდე daily level-ი, მაგრამ ეს უკვე ეს ყველაფერი არის mid range. Mid range ყოველთვის ვაჭრებ ხოლმე მეგობრებო ფასში. ანუ რას ნიშნავს ფასში? დაველოდები ახლა მაგალითად ფასი სანამ ჩამოვა აქ, დაველოდები რომ კონსტრუქციაში მოხდეს უკუსვლა. აქაც ასევე დაველოდები რომ კონსტრუქციაში მოხდეს უკუსვლა, ან პირიქით. თუ ჩამოვარღვეთ ეს ქვემოთ, წამოვყავთ ქვემოთ, ჩამოვარღვეთ ეს ქვემოთ, წამოვყავთ ქვემოთ, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება scalp-ი, ეს არ იქნება day trade-ი და ამ ტრეიდებში მეგობრები უნდა ავიღოთ რაც შეიძლება დაბალი რისკები. იმიტომ რომ ასევე შეგვიძლია ეს ლეველის დავაკონფირმოთ, რომ აი აქ გქონდა მაგალითად drop off-ი, აქედანაც გქონდა დიდი ზრდა, ანუ აქაც გვაქვს ინტერაქციები, შეგვიძლია ახლა მაგალითად ამ ლეველსაც რომ წამოვიღოთ აქეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნუ აქაც ესეც ძალიან საინტერესო ლეველი არის, იმიტომ რომ აქაც გვაქვს ძალიან ბევრი ინტერაქციები, მაგრამ ანუ ეს უკვე ძალიან ბევრი იქნება, ძალიან ქაოტური იქნება, ამიტომ ჩემ თავს თქვენს ადგილზე შევზღუდავდი მაქსიმუმ აი იმ ლეველებით, რაც მე ახლა აქ მიყენია, ამათაც წავშლით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის უხარისხო ტრეიდები. მე ვიღებ ხოლმე ესეთ ტრეიდებს მეგობრებო, დაბალი რისკით, მაგრამ ანუ მე უკვე ვიცი რასაც ვაკეთებ და ხშირ შემთხვევაში ძალიან სარისკო ტრეიდებიც არის ხოლმე ძალიან მომგებიანი, ამიტომ
ყოველთვის იღებ ხოლმე ესეთ ტრეიდებს. მოდი ახლა გადავხედოთ აქ ლოკალურად რა ხდება. მე სხვათა შორის აქ ლონგში ვიყავი, მაგრამ ბიტკოინში არა, ეთერიუმში და ისევ ლონგში ვარ. მაგრამ ახლა მაგალითად ბიტკოინი რომ ავიღოთ, ანუ ხედავთ აქ რომ ეს არის 4 საათიანი ლეველი, რომელიც ჯერ არ დაგვიკარგოს, მაგრამ ამ ლურჯმა სანთელმა თუ 55 წუთში დახურა აი ამ ლეველის ქვემოთ, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ 4 საათიანი ლეველი დავკარგეთ, მაგრამ აქ ასევე ყოველთვის იმიტომ ამბობ მეგობრებო, რომ დაბალ ტაიმფრეიმზეც უნდა დააკონფირმო შენი ლეველები. 4 საათიანზე თუ დავკარგეთ, არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ 1 საათიანზე მაინც არ გვექნება დაკარგული, იმიტომ რომ ნახეთ, 1 საათიანზე მაინც ჯერჯერობით ძლიერად უჭირავს და არ კარგავს ამ ლეველს. ახლა ნახეთ რა ხდება. აქ ლოკალურად, ან ბაზარი აქ რო იყო და წამოვიდა ქვემოთ, შეიძლებოდა თუ არა აქ ლონგის მოძებნა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, ანუ როგორც ვამბობ, არის mid-range. მაგალითად, ეს mid-range გავარღვიეთ, ამიტომ ეს არის მწვანე, ამ შემთხვევაში ეს mid-range არის როგორც სუპორტი, რა თქმა უნდა, არის დაბალ ხარისხიანი ტრეიდი და შეგვიძლია მაგალითად აი ეს ტრეიდი ავიღოთ, რა თქმა უნდა, დეფენსიურად ვიღებთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს კითხვაც ისმის ხოლმე, როდის დეფენსიური, როდის აგრესიული. იმ შემთხვევაში ჩვენ ეს ლეველი თუ გავარღვიოთ, რაც შეიძლება აგრესიულად უნდა იყოს. იმიტომ რომ არ ვღებ რაღაც ლეველს ან არ ეჯექტებ რაღაც ლეველს. თუ მაგალითად ელოდები რომ ბაზარი შორიდან წამოვიდეს და შეგივსოს, მაგ შემთხვევაში ყოველთვის იღებ, ესე ვთქვათ, დეფენსიურს, იმიტომ რომ ნახეთ ახლა რა ხდება. აი აქ მაგალითად, ხო? ბაზარი როცა აქ იყო. აქ თუ უყურებდი მე შორტს, რა თქმა უნდა, ავიღებდი მაქსიმალურად დეფენსიურ შორტს და შეიძლება აქაც უჯდომელი იყავი, ხო? იმიტომ რომ ბაზარი მოდის ქვემოდან ძალიან დიდი სიძლიერით და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გინდა რომ მაქსიმალურად დეფენსიურად იჯდე, იმიტომ რომ შეიძლება გიჟური ვიკი გქონდეს მაღლა ან ქვემოთ. ხომ ასევე არის, აი აქ მაგალითად დავარეჯექტეთ, ვიცით რომ რეჯექშენის მერე ბაზარი ტესტავს ყოველთვის იმ ადგილს, საიდანაც დაიწყო ბაზარმა ზრდა და დაარეჯექტა ამ ლეველს, ამიტომ რა თქმა უნდა აქ ლონგს თუ ეძებ, იღებ რაც შეიძლება დეფენსიურ ლონგს. იმიტომ რომ ნახეთ, ანუ როცა ბაზარი აქ დავარეჯექტეთ, აქ რა თქმა უნდა ვეძებდი აგრესიულ შორტს. მაგრამ ეს იყო ეთერიუმზე. ეთერიუმზე კონსტრუქცია ცოტა სხვანაირად გამოიყურებოდა, იმიტომ რომ ფასში ვთამაშობ. ფასში როცა თამაშობ, შეგიძლია ყოველთვის უფრო სარისკო ტრეიდები აიღო ხოლმე, მაგრამ ეხლა აქ თუ მე ლონგს უყურებდი, აქ შეიძლება და ლონგის აღება, აქ შეიძლება და ლონგის აღება, აქ შეიძლება ლონგის აღება. ეს კონსტრუქცია რო გქონოდა სუპორტზე, ხო? მე რა თქმა უნდა სარისკო ტრეიდს სარისკო უკაცრავად უფრო აგრესიულ ტრეიდს ავიღებდი, ანუ აქ და აქ არ ვიჯდებოდი, მაგრამ ვიჯდებოდი მაგალითად აი აქ და აქ ხედავთ რომ აქ ქონდა ინტერაქციები, მაგრამ ბაზარი მაინც წამოვიდა ქვემოთ. მაგრამ რახან ჩვენ ვართ ახლა რეზისტენზე, თან ვართ mid-range-ში, თან ვართ range-ში, ამიტომ თან დავარეჯექტეთ ეს ლეველი, ამიტომ მე ვიღებ დეფენსიურს და მაგალითად ვძივარ აი აქ. თან ეს კონფირმაციების, ანუ ყოველთვის ამბობ მეგობრებო, ესეთი ტრეიდები ძალიან ხშირად ამიხსნია და ანუ ყოველთვის ერთ-ერთში მეორდება ხოლმე. აი ეს ლეველი მეგობრებო, აი ეს ლეველი ყოველთვის შეგიძლია წამოიღო როგორც კონფირმაციად და ვხედავთ რა იდეალურად შეგივსებდა ტრეიდში. ახლა ნახეთ რა ხდება. ყოველთვის ამბობ რომ fine tuning-ი როგორ უნდა გააკეთო შენი ტრეიდის და fine tuning-ი არ არის მარტო entry და stop loss-ი, ასევე არის შენი reward-ი, ხო? აი ახლა მაგალითად აქ თუ გინდა შენ ლონგში შესვლა, ან თუ ჩამოარღვევს ქვემოთ და შეხვალ შორტში, სად არის შენი reward-ები, ხო? რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი reward-ი შეიძლება აქამდე მოდიოდეს, მაგრამ შეიძლება ბაზარი უბრალოდ აქ წამოვიდეს, მერე გაქვს stop loss და მერე წამოვიდეს აქ, ხო? ამიტომ შენი ამ რისკს არ აიღებ, რომ აქამდე აიღო შენი ესე ვთქვათ reward-ი, ხო? თუ ჩამოვარღვევთ აი ეს პირველ რიგში რას ეჯახება? ეჯახება აი ამას, შემდეგ ეჯახება აი ამას და ანუ შემდეგ გვაქვს აი ეს სუპორტი, ხო? ამიტომ შენი ტარგეტი უნდა იყოს აქამდე, ანუ აქამდე უნდა იყოს მინიმუმ 1-2-ზე, 1-2.5-ზე და ნუ დანარჩენი უკვე რასაც დატოვებ მაგის მიხედვით, ანუ 10%, 5% თუ ტოვებ, შეიძლება მერე უკვე უფრო და უფრო გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ახლა არის ბაზარი როგორ გამოიყურება, ჯერ უნდა ჩამოვარღვევთ კონტ, ვერც stop loss გავსაზღვრავთ ვერაფერს, მაგრამ ხედავთ რომ პლუს მინუს შეგვიძლია განსაზღვროთ და ანუ საინტერესო ტრეიდი იქნებოდა აქ შორტი რომ აიღო, ხო? მაგრამ ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ლონგზე, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მეც მაგალითად აქ ლონგში ვზივარ და ნახეთ ახლა რა ხდება. თუ ხარ ლონგში, ხო? როგორ აკეთებ შენ ტრეიდში fine tuning-ს? ასევე ჩვენ ვიყავით ვიკენდში, ამიტომ აგრესიული ტრეიდის აღება არც თუ ისე საინტერესო იყო. აქ სხვათა შორის ამასაც ვხედავდი shorts, ძალიან აგრესიულ shorts, თან ეს ვიკი მომეწონა. მაგრამ იმ შემთხვევაში ამ შორტს თუ ავიღებდი, ნახეთ ახლა ამ შემთხვევაში რა ხდებოდა. აქ ერთ წუთიანზე, აი ნახეთ, იმიტომ ამ ხოლმე ყოველთვის fine tuning-ს. Fine tuning-ს ვაკეთებ, ყოველთვის უნდა გადახვიდე double time frame-ზე, double time frame-ზეც
ხოლმე გამოცდილებიდან ვიცი რომ ხშირ შემთხვევაში აქედან იღებენ ხოლმე ლიკვიდობას, იმიტომ რომ 3 წუთიანზე და 5 წუთიანზე ეს არ აჩანს, ანუ ხედავთ რომ ჩვეულებრივი კენდელია და ყველა stop loss აქ აყენებს ხოლმე, ამიტომ 1 წუთიანზე რომ ჩავედი, დავინახე რომ ესე ვთქვათ, აქაც იყო ლეველი გასატესტი. ეს იყო საინტერესო შორტი სხვათა შორის ლიკვიდობაში. აქ stop loss-ი, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მე მაგალითად აი აქ ავიღებდი short stop loss-ი თუ დავაყენებდი აი აქ მაგ შემთხვევაში არანაირად არ გამოდიოდა ჩემი ტრეიდი კარგი, იმიტომ რომ ძალიან ცუდი რევარდი მქონდა, ხო, იმიტომ რომ ჩემი რევარდი იქნებოდა აქამდე. ჩემ რევარდს ვერ განსაზღვრავდი მე აი აქამდე, ანუ აქ რო short-ს ავიღებდი, ვერ განსაზღვრავდი ჩემ level-ს აი აქამდე, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ეს level-ი ჯერ არ დაგვიკარგია და თუ ეს level-ი არ დაკარგე, შენ ვერ განსაზღვრავ რომ ბაზარი აქ ჩამოვა, ანუ რატო გგონია რომ ბაზარი აქ ჩამოვა? ყოველთვის ამბობ რომ არაფერი არ უნდა გეგონოს, ყოველთვის უნდა იმოქმედო კონფირმაციების და რასაც ბაზარი გეონება. იმ შემთხვევაში თუ ჩამოვარღვევთ თამას ქვემოთ, მაგ შემთხვევაში გაიხსნებოდა ეს level-იც და ეს level-იც სატარგეტოდ, ხო? მაგრამ თუ არ გავარღვიეთ ეს level-ები, რა თქმა უნდა, ანუ ამ level-ებს ვერ განიხილავ როგორც target-ს. ხო, ამიტომ ეს short-ი არ ავიღეთ, ან ძალიან საერისკო short-ი იყო. ამიტომ ეს short-ი ესე ვთქვათ, გამოვტოვე. ახლა ვნახოთ რა ხდება. აქ გვაქვს ჩვენი აი ეს ვიკი, რომელიც ძალიან მომეწონა. შემდეგ გავავლე აქ მარცხნივ, მარჯვნივ უკაცრავად, ავიღე ლონგი, ანუ fine tuning-ი გქონდა იდეალური, იმიტომ რომ double time frame-ს რო გადახო, ყოველთვის უნდა უყურო რა ადგილები არის გასატესტი. ანუ ხედავთ რომ მაგალითად აი აქ ეს level-ი უკვე გატესტილი არის, ეს level-იც უკვე მთლიანად გატესტილი არის, IM price action-მა მთლიანად ეს price action-ი უკვე გატესტა და სადა გვაქვს ახლა კიდე გასატესტი ადგილი, მაგალითად აი ეს ადგილი გვაქვს კიდე გასატესტი. აი ეს, ანუ ეს მთლიანი ადგილი გვაქვს გასატესტი, ამიტომ სრულიად შესაძლებელი არის რომ აქ ლიკვიდობა ავიღოთ, გაიტესტოს ბაზარი და შემდეგ წავიდეს მაღლა, ან თუ ჩამოვარღვიეთ ეს ქვემოთ, შეიძლება ბაზარი წავიდეს რა თქმა უნდა ქვემოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვიჭდები ყველაზე დეფენსიურ, ესე ვთქვათ, ტრეიდში. ნახოთ ახლა რა ხდება, ანუ პლუს მინუს ჯერჯერობით ხა ძალიან პოზიტიურად არ გამოიყურება. აქ რო შემივისო, აქ უკვე take profit ერთი უკვე დაფიქსირებული მაქვს. აი აქ stop loss ეგრევე არ ავწია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ stop loss დავანებე თავი რომ ის უნთქოს, ესეთ price action-ში ხომ მithumetes weekend-ზე ყოველთვის უნდა დაანებო შენ take profits რომ ეს უნთქოს, stop loss ჯერ მაღლა არ ამიწევია, თუ გავისტოპე ისე წაგებაში გავისტოპები, ანუ არ იქნება დიდი წაგება, მაგრამ მაინც ანუ პირველი take profit მაგალითად მიყენია აი აქ, მეორე take profit მიყენია აქ, მესამე მიყენია აი აქ და დანარჩენი თუ გაარღვია და იყო საკმარისი ძალა, რა თქმა უნდა, მე უკვე 10-15%-ით ვიქნები ისევ ტრეიდში და უბრალოდ stop loss-ით ვითამაშებ. ნახეთ ახლა როგორ გამოიყურება ჩემი ტრეიდი, ანუ გვაქვს entry აქ, ჩვენი stop loss-ით ვიცავთ აი ამ მთლიან ადგილს. აქ ლამის გავისტოპეთ, მაგრამ ანუ stop loss-ი რო აგვეწია ეგრევე profit-ში, რა თქმა უნდა გავისტოპებოდით, მაგრამ ხედავთ რომ არ გავისტოპეთ. ანუ პირველი take profit-ი იყო ძალიან კარგი, 1.7-ზე მქონდა მე როგორც მახსოვს, ანუ უფრო ქვემოთ ავიღე. შემდეგი take profit-ი არის აი აქ, ნუ რაც არის იდეალური, შემდეგი არის აი აქ და ნუ დანარჩენს უკვე დავტოვებ და რასაც გააკეთოს უკვე აღარ უნერიულებ, იმიტომ რომ აქ take profit 2-ის მერე უკვე stop loss-ად დავწევ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, წეღან შეიძლება აქ იყოს ლიკვიდობის აღება, აიღოს ლიკვიდობა, მერე წამოვიდეს ეგრევე ქვემოთ, ამიტომ მინდა რომ ჩემ stop loss-ით ვიყო პროფიტში. ანუ რა ხდება ახლა? ამ შემთხვევაში ჩვენ გვაწყობს ჩვენი რევარდი ყველანაირად, იმიტომ რომ მარტო stop loss-ი და entry არ არის, გვაწყობს ჩვენი რევარდი ყველანაირად, stop loss-იც გვაწყობს, ანუ ყველაფერი არის იდეალური. ერთადერთი ვიცით რომ ვართ mid range-ში, ისევ zoom out-ს თუ გავაკეთებთ, სადაც 0.5%-იან რისკს ვიღებთ. ასევე ახლა double time frame-ზე არ მინდა რომ ძალიან დაგტვირთოთ ამდენი ინფორმაციით, ასევე ვხედავ იმპულსებს, ანუ როგორც წეღან გითხარით რომ იმპულსები მაგალითად, ანუ გვაქვს დიდი იმპულსი, უფრო პატარა იმპულსი, უფრო პატარა იმპულსი, უფრო პატარა იმპულსი, რაც ნიშნავს რომ ყიდულები აღარ არიან ესე ძლიერები, ხო? აი აქაც მაგალითად შეგვიძლია იგივე ვნახოთ, რომ იმპულსები აქ უძლურდება, სადაც გქონდა ესე ვთქვათ, short-ის კიდე ერთი დამატებით კონფირმაცია, ასევე შეგვიძლია ვთქვათ, აი აქაც მეგობრებო, რომ ჩვენი იმპულსები უფრო და უფრო უძლურდება, აქ უკვე გვაქვს გარღვევა, მაგრამ გვაქვს lower high, შემდეგ გავაკეთეთ აქ lower low ვიკებით, მაგრამ აქ ისევ გვაქვს, ვთქვათ, აქედან თუ დავიწყებთ higher high, აქ უკვე higher low გავაკეთეთ, ხედავთ რომ აქ higher low-ს ვინარჩუნებთ და შეიძლება ახლა მაგალითად, ანუ იმასაც ვამბობ ხოლმე ყოველთვის, რომ ანუ შეგიძლია პირდაპირ აიღო ტრეიდი, შეგიძლია ფასში დაელოდო. იმ შემთხვევაში თუ ახლა ჩვენ მაგალითად აი ეს level-ი გავარღვიეთ,
მაგ შემთხვევაში შენ გექნება კიდე ერთი დამატებითი კონფირმაცია, რომ მაგ კიდე ლონგში შეხვიდი, ან თუ დაელოდები ამის გარკვევას, აქაც შეგიძლია მაგალითად ლონგში შეხვიდი. ამიტომ ტრეიდები არის ძალიან ბევრი, რომელიც შეგიძლია იყო, უბრალოდ შენ უნდა დაელოდო ხარისხიან ტრეიდს და უნდა იცოდე ზუსტად რას აკეთებ. მე აქ რა თქმა უნდა პირდაპირ შევედი ტრეიდში, იმიტომ რომ მე იყო დეფენსიური ტრეიდი, ამიტომ არ ვნერვიულობდი იმაზე, რომ გავსტოპილიყავი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ დეფენსიური ტრეიდში ხშირ შემთხვევაში ერთ take profits მაინც აფიქსირებ ხოლმე თუ გაისტოპე ან პროფიტშიისტოპები ან მინიმალურ წაგებაში ხოლმე, მაგრამ შეგიძლია ეხლა მაგალითად აქ რო გავსტოპილიყავი და შემდეგ ბაზარი წასულიყო მაღლა, ანუ რას ნიშნავს ეს? ვიცით რომ აქ ბევრს უყენია თავისი stop loss-ები, აქ თუ გავისტოპებოდი მაგალითად და შემდეგ ბაზარი გააკეთებდა ესეთ V კონსტრუქციას, აქ ისევ ვიყავი მზად, რომ ისევ long-ში შევსულიყავი. ასევე აი აქაც მაგალითად ეხლა ეს ლეველი თუ გავარღვიეთ, ან ეს ლეველი თუ გავარღვიეთ, აქაც შეგიძლია ისევ scalp long-ი აიღო, ხომ? ამიტომ ამბობ ხოლმე რომ ყოველთვის უნდა უყურო რა ტრეიდს იღებ, შენ იღებ scalp-ს, იღებ day trades, ეს მაგალითად ეხლა არის ჩვეულებრივი day trade, რომელიც შეიძლება ან დღე, ან ორი დღე გაგრძელდეს, ხო? იმიტომ რომ სად არის ჩემი პროფიტები, ანუ ერთი უკვე აღებული მაქვს, მეორე სველოდები აქვს, შეიძლება დღესაც ავიდეს ან ხვალ, შემდეგ სველოდები აქვს და შემდეგ უკვე ამ დანარჩენი რამდენი ხანიც გაგრძელდება და რამდენი ხანიც ვიქნები ამ ტრეიდში, ხო, ამიტომ ესეც უნდა ვიცოდეთ ყოველთვის, მეგობრებო, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ხედავ ხოლმე რომ ბევრი იღებს scalps, რის scalps 50-დან $100 არის $700-800 მოგებაში და მაინც ამბობს რომ აი იცი რა კიდე დაველოდები, რატო დაველოდები, ანუ ნუ ცდილობთ კიდევ ერთ ძალიან დიდ შეცდომას, რასაც ხედავ ხოლმე არის ის რომ ყველა ცდილობს რომ ის წაგებები რაც აქვს გაკეთებული ერთ დღეში და ერთ ტრეიდში გამოაკეთოს, რაც არ ხდება. ეს არც მე გამომდის და არც არავის არ გამოდის. შეიძლება 1-2 გაგიმართლოს და კი ესეთი ტრეიდი გააკეთო, რომ ერთი თვე წაგებაში რო იყო, შემდეგ უცბად გამოგისწოროს. მეც მქონია ეგეთი შემთხვევები, იმიტომ რომ ძალიან კარგი ტრეიდები ამიღია, მაგალითად support-ზე ხნა მაგალითად mid range ვარ, მაგრამ წარმოვიდგინოთ ეგ რო support-ზე არის და ეგრე პატარა scalp-ი ავიღო, რომელიც შეიძლება ძალიან ესე ვთქვათ გაიზარდოს და 1.8-ზე დამიფიქსირებდნენ, სან 1.9-ზე მომხდარა ეს, რომ ტრეიდში შევსვარ, დამივიწყნია take profit-ების დადება და სანამ ესე ვთქვათ მე ჩარტზე შევედი ისევ თუ რა გააკეთა ჩემმა ტრეიდმა, მაგალითად $100-იან რისკზე $800-900 მოგებაში ვიყავი და მაგალითად მთლიანი წაგებები გამოასწორა, ხო, იმიტომ რომ ერთ ტრეიდზე $100 თუ რისკავდა 5 ცუდი ტრეიდი გაქვს გაკეთებული, იმ ერთმა ტრეიდმა უკვე გამოასწორა ეს ყველაფერი და პირიქით მოგებაშიც ხარ, მაგრამ ანუ ეს ყველაფერი არ უნდა დაგეგმო, არ უნდა გინდოდეს, ეს ყველაფერი ხდება ავტომატურად, ამიტომ ბაზარს უნდა გააკეთებინო თავისი საქმე რაც აქვს. ამიტომ მეგობრებო, კიდევ ერთხელ მინდა ისევ აკადმო, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ტრეიდინგი არ არის, ანუ ბევრს ნერვები ეშლება ხოლმე, გული უცრუდება ხოლმე, ფიქრობს ხოლმე რომ ეს მისთვის არ არის და რატომ? იმიტომ რაც გუშინ გამოდიოდა, დღეს აღარ გამოდის და პირიქით. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ტრეიდინგი არ არის დაზუსტებული მეცნიერება, ანუ რასაც გუშინ აკეთებთ, შეიძლება დღეს არ გამოვიდეს, ამიტომ არის აუცილებელი რომ შენ ყოველთვის გავუკეთო მონიტორინგი შენ ჩარტებს, გავუკეთო მონიტორინგი შენ ტრეიდებს. მაგალითად, ხალ დღეს და ხვალ ან გუშინ თუ აიღე რაიმე ტრეიდები იყავი მაგალითად რეინჯში. ეხლა ეს რეინჯი შეიძლება განსხვავდებოდეს იმ რეინჯიდან, სადაც მაგალითად ორ თვეში ვიქნებით, ხო? შეიძლება ბაზარი მაღლა ავიდეს და მაღლა იყოს კიდევ ისე სხვანაირი რეინჯი, ხო? ეს რეინჯი შეიძლება განსხვავდებოდეს აქ ამ რეინჯში სადაც აქავართ, ხო? მან შეიძლება ერთი და იგივე იყოს. ამიტომ ხო უნდა გქონდეს ის ინფორმაცია, რომ აი ამ რეინჯში რა გააკეთებ, როცა შენ გიქნება შენ გარკვეული წესები, რომ აი ამ რეინჯში მოხდებოდა ეს და ეს მივაკეთებდი ამას და ამას და ეს იყო სწორი და ეს იყო შეცდომა. შემდეგ ისევ რეინჯში რო გადავალთ ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში, ექვს თვეში, არ აქვს მნიშვნელობა, გეცოდინება, გადახედავ ისევ შენ დღიურს და ნახავ, რომ აი აქ რეინჯში რო ვიყავით, ეს და ეს ხდებოდა, მე ამას და ამას ვაკეთებდი, ეს იყო შეცდომა, ეს იყო კარგი და მოდი ახლა გავფილტრავ და დაველოდები იმას, რაც მაგალითად კარგი იყო, რასაც ვაკეთებდი წინა რეინჯში. ამ რეინჯში ზუსტად იგივეს გავაკეთებ და ნახო მუშაობს თუ არა. თუ მუშაობს, ხო გააგრძელებ, თუ არა და გავუკეთებ ამ ესე ვთქვათ, შენი მიდგომას, რა თქმა უნდა, fine tuning-ს, ხო? უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა sort ბაზარში განსხვავდება თუ როგორი ვაჭრებ. აღმავალი ტრენდი სხვანაირია, დაღმავალი ტრენდი სხვანაირია, რეინჯი თავისი სპეციფიური, ესე ვთქვათ, ხასიათები აქვს და ასე შემდეგ. როცა ტრენდში ვართ, მაგალითად, პირდაპირ ტრეიდებს ვიღებ ხოლმე, ახლაც მაგალითად რეინჯში ავიღებ პირდაპირ ტრეიდი, იმიტომ რომ ლოკალურად მაინც ვხედავ გარკვეულ ტრენდს, ასევე ისიც ქონდა ნათქვამი, რომ იმ შემთხვევაში ჩვენ თუ გავარღვევდით დეილიზე აი ამ ლეველს, მაგ შემთხვევაში ჩვენთვის გაიხსნებოდა აი ეს ლეველი, ამიტომ ხედავ აქედან რომ გვაქვს აღმავალი ტრენდი, ისე თუ ასე მაინც ძლიერად ვინარჩუნებთ, აი აქ და ქვემოთ არ ჩამოვდივართ, ამიტომ
ამ ყველაფერს მეგობრებო, ამ ყველაფერს დანახვა შეძლებთ გზა და გზა. ბევრი რამე არის მე, რასაც მაგალითად უკვე თვალით ვხედავ და უკვე ვგრძნობ, იმიტომ რომ ის ტრეიდერები, რომლებიც აქამდე ვაჭრობდნენ, ანუ ზუსტად იგივე ტრეიდერები არიან, ზუსტად იგივენაირად ვაჭრობენ, უბრალოდ გარკვეულ დროში, როცა ბაზარი სხვანაირად გამოიყურება, რაღაც ფაინ-ჩუნინგებს უკეთებენ, მაგრამ ერთი და იგივე ტრეიდერები არიან ისევ ბაზარზე და ისევ ერთი და იგივე კონსტრუქციებს იღებენ ისე თუ ასე, შეიძლება სტოპ-ლოსი უფრო აგრესიულად, დეფენსიურად, უფრო ლიკვიდობა იქით-აქეთ, მაგრამ ანუ ისე თუ ასე, მაინც ერთი და იგივე ტრეიდები არის. არის მაგალითად, როცა სტოპ-ლოსებს აგრესიულად იღებ, დეფენსიურად იღებ, ან ენტრებს აგრესიულად, დეფენსიურად, იმიტომ რომ ბაზარი არის სხვანაირად. მეც მომსვლია ესე რომ ანუ წინა კვირას რამოდენიმე ტრეიდში ფრონტრუნი გამიკეთა, ანუ ცენტებზე არ შემივსო, შემდეგ წავიდა ბაზარი მაღლა. ესეთი რაღაცა ხდება ხოლმე. ამიტომ უნდა ბევრი ბრაზდება ხოლმე ამ შემთხვევაში და გონია რომ აი შეცდომა გავაკეთე, აი წინაზე მუშაობდა და ეხლა არ მუშაობს, ანუ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. წინაზე მუშაობდა, ეხლა არ მუშაობს. მთავარი არის რომ შენ სწორ ადგილზე უყურებდი, შეიძლება არ შეგვისვან, შეიძლება ზუსტად გაგსტოპა, ეგეთი რაღაცები ხდება და მე წავიდა ბაზარი მაღლა. ამ ყველაფერზე რა თქმა უნდა მონიტორინგი უნდა გააკეთო, თუ ზუსტად გაგსტოპა და მე წავიდა მაღლა, ანუ უნდა გადახედო ბაზარი როგორ გამოიყურება, უნდა გადახვიდე 1-2 დღის წინანდელ ტრეიდებზე როგორი ტრეიდები იყო მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ რომ ანუ ბაზარი არის ეხლა მაგალითად ბაზარი არის ძალიან დიდ პანიკაში ბაზარი არის ძალიან დიდ გაურკვევლობაში ამიტომ რას ვაკეთებთ ვიღებთ დეფენსიურ ტრეიდებს ხო იმიტომ ავიღებ დეფენსიური ტრეიდი რომ ვიცი ბაზარი არის გაურკვევლობაში ვართ რეინჯი ვართ რეზისტენსზე და ასე შემდეგ იმის შემთხვევაში თუ ბაზარი იქნებოდა პოზიტიური და ვიქნებოდით სუპორტზე და ყველაფერი კარგად იქნებოდა ანუ მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა უფრო აგრესიულ ტრეიდებს შევხედავდი უფრო აგრესიული სტოპ-ლოსებით უფრო მაგარი რისკ-რევარდი მექნებოდა და ასე შემდეგ ნუ ველოდებით რომ ყოველდღე ტრეიდინგი იქნება ერთი და იგივე ყოველთვის უნდა იყოს ფლექსიბელური იმიტომ რომ ეს ყველაფერი ადვილი თუ არის და თუ არის რაღაც ოქროს კვერცხი და ესე ვთქვათ წესები, რასაც უნდა მიყვე და აუცილებლად გააკეთებ, მაგ შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებდა, ხო? მაგრამ ტრეიდინგში არ არის ეგრე, ყველამ თუ ფული გააკეთა, ტრეიდინგი აღარავისთვის აღარ იქნება მიმზიდველი, იმიტომ რომ ტრეიდინგში ყველა მიცით რომ ყველა აკეთებს, ესე ვთქვათ, 95% აგებს 5% იგებს. ნუ მე ხშირ შემთხვევაში უფრო ნაკლები არის ხოლმე ვინც იგებს, მაგრამ ნუ არის სხვადასხვა პერიოდი ხოლმე. მოდი ახლა გადავიმეოროთ, მეგობრებო, ყოველთვის არის მთავარი. ანუ ახლა მაგალითად პირდაპირ ტრეიდი ავიღე. აქ შეგეძლო შენ მაგალითად, ანუ აქ თუ დაჯდებოდი ბაზარზე, შეგეძლო მაგალითად გეთქვა რომ აი აქ პირდაპირ ტრეიდს არ ავიღებ, მაგრამ არის საშუალება რომ აქ სუპორტი მოძებნოს ლოკალურად და აქ მაგალითად ფაში დავიწყებ ძიებას. ან თუ ჩამოვარღვევთ ქვემოთ აქ ავიღებ ტრეიდს რომელიც არის ნაკლებად ხარისხიანია და ავიღებ 0.5%-ით აქ მაგალითად ანუ გვაქვს კიდე ლეველი, აქაც გვაქვს ლეველი, სადაც შეგიძლია ფასში შეეძებო ლონგი, აქაც შეგიძლია ფასში შეეძებო ლონგი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ მეგობრებო რომ შენი თავი შეზღუდე მაქსიმუმ 2 ტრეიდზე. მით უმეტეს როცა რეინჯში ვართ, გიჩვევ რომ აიღო უბრალოდ ყოველთვის 0.5%-იანი ტრეიდები ორჯერ მაქსიმუმ თუ წააგე ორივეჯერ დაკარგავ 1% და უბრალოდ ჩარტებს დაანებე თავი და მეორე დღეს განიხილე რა გააკეთე, სწორად რა გააკეთე, არასწორად და ასე შემდეგ. აქ შეგიძლია ლონგი აიღო, აქ შეგიძლია ლონგი აიღო, მაგრამ როცა ბაზარი, ანუ შეიძლება ბაზარმა უბრალოდ ესეთი ვიპი გააკეთოს და მერე დაიწყოს აქედან ზრდა. ამიტომ აქ პირდაპირ ტრეიდს არიღებ, აქ პირდაპირ ტრეიდს არიღებ და ამასაც აქვს თავისი ლოგიკა. ხო რატო არიღებ აქ ტრეიდს? იმიტომ რომ ვინც აქ შევიდნენ შორტში რა არის მათი მიზანი? ანუ პირველი take profit-ი რა თქმა უნდა, ანუ შეიძლება პირველი take profit-ი აქ გქონდათ, მეორე take profit-ი აქ გქონდათ, მაგრამ მათი მიზანი არის რომ ბაზარი უფრო ჩამოიყვანონ ქვემოთ, ამიტომ შენ თუ მათ პირდაპირ ხვდები შენი ლონგით და პირდაპირ აქ ორდერით ხდები, ხო ის ბაზარი მაგალითად აქ რო ჩამოვა, იმათმა ხო უნდა გაყიდონ. ანუ იყიდონ, იმიტომ რომ შორტში არიან და თავიანთ მოგება დააფიქსირონ. ხომ ისინი რომ ყიდიან, ყიდველები ხო ჭირდებათ, ამ შემთხვევაში შენ გამოდიხარ მათი ლიკვიდობა, იმიტომ რომ აქ შეიძლება პატარა ინტერაქცია იყოს და მე ეგრევე წამოვიდეს ქვემოთ, იმიტომ რომ აქ სხვებმა დააფიქსირეს მოგება, შენ იყიდე, კიდე სხვებმა იყიდეს, ვინც ვერ მოითმინეს და პირდაპირ ტრეიდში უნდათ ყოფნა და ესე ვთქვათ ბაზარი წამოვიდა ქვემოთ. ასევე როცა საზღვრავ შენ ლეველებს, ყოველთვის ეცადე რომ მქონდეს რაც შეიძლება ბევრი კონფირმაციები. მაგალითად ახლა ტყუილ უბრალოდ ხო არ ვიღებ აქ ტყუილ უბრალოდ ხო არ ნიშნავს, ნუ პირველ რიგში ვამბობ ყოველთვის რომ ეს არის სიღლია, საიდანაც დაიწყო ბაზარმა ზრდა. ამ შემთხვევაში წარმოიქმნება იღლია, რომელიც ხშირ შემთხვევაში უკან იტესტება ხოლმე. და მაგალითად ახლა შეგიძლია შენ
აქ მონიშნო ბოქსი, რომ აქ შეიძლება ფასი ჩამოვიდეს და შემდეგ აქ ინტერაქციაში იპოვო ლონგი. შეგიძლია შემდეგ ეს ლეველი გაავლო და დააკონფირმო, რომ არის თუ არა კარგი ლეველი და ნახეთ ახლა რა ხდება. ანუ აქ ხედავთ ინტერაქციებს, აქ ხედავ ინტერაქციებს, აქ ხედავ დიდ drop-off-ს ინტერაქციას, სადაც ქონა drop-off-ი, შემდეგ გაიტესტა ბაზარი, წამოვიდა ისევ ქვემოთ. ანუ არის საინტერესო ადგილი, საინტერესო ლეველი, ხო? ну აქაც ხედავ ინტერაქციებს, აქაც ხედავ ინტერაქციებს, აქაც ხედავ ინტერაქციებს, აქაც ხედავ აი ამ ვიკებს ამდენი ინტერაქციებს და ეს თუ წამოვიღეთ კიდევ აქეთ, ну აქაც ხედავთ რომ აქ გქონდა ლოკალური რეინჯი, საიდანაც რო ჩამოვარღვიეთ ქვემოთ, აქ გაიტესტა და წამოვიდა ისევ ქვემოთ, აი აქ ხედავთ ამ დაკარგვას. ну ესეც საინტერესო drop-off-ი არის. შემდეგ გავარღვიეთ თუ არა ეს drop-off-ი, გავტესტეთ რეინჯის მაგალითად მხარე, ყოველთვის ვამბობ რომ როცა შენ რეინჯს არ ღვევ ქვემოთ, ტესტავ და მოდიხარ ქვემოთ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ რეინჯში შეხვედი უკან, ყოველთვის ტესტავ რეინჯის მაგალითად მხარეს ხოლმე, რომელიც ახლაც მოხდა მაგალითად და ამ რეინჯს თუ გაარღვევ, რა თქმა უნდა, წავალთ მაღლა. ანუ არის ეს ლეველიც მაგალითად არის იდეალური ლეველი, რათა ეძებო აქ მაგალითად ლონგები, ხო? შემდეგ ჩამოხვალ ქვემოთ, ანუ ესიც არის თუ არა საინტერესო, შეგიძლია აქაც ეძებო მაგალითად კონფირმაციები, აქ ხედავთ რომ ისე თუ ასე არის თუ ისე ბევრი კონფირმაცია გვაქვს აქ. პრინციპში არის, მაგრამ ნუ არც თუ ისე ძლიერი, უფრო მგონია რომ ბაზარი აქ თუ ჩამოვიდა, ამასაც გატესტავს და აქ ვისაც ყველა სტოპ-ლოსები უყენია, ყველას გასტოპობს. ასევე სანამ ტრეიდში შეხვალ ხოლმე, ყოველთვის უნდა იფიქრო რომ სად უყენიათ სხვებს სტოპ-ლოსი. როცა ხედავ რომ სტოპ-ლოსი არის ძალიან თვალსაჩინო და შენ ხედავ და იქ გონია რომ ყველა ხედავს, მაგ შემთხვევაში ყოველთვის უნდა იცოდე რომ მაგ სტოპ-ლოსზე ყველა ნადირობს. ანუ ეგ არის ზუსტად ლიკვიდობა და ხშირ შემთხვევაში ეგ სტოპ-ლოსები ისტოპებიან ხოლმე, ანუ გვაქვს level 1, level 2, level 3 სტოპ-ლოსები ხოლმე, ამასაც რა თქმა უნდა ბაზარს გააჩნია, ბაზარი როგორ გამოიყურება და სად რა ადგილები არის გასატესტი და როგორი რივარდი გვაქვს. მაგრამ ამ ყველაფერს სხვა ვიდეოსთვის შემოვინახავ, მაგრამ თუ მაგალითად არის სტოპ-ლოსი, რასაც ყველა ხედავს, აი მაგალითად რომ მოგიყვანოთ უცბად სწრაფად თუ იპოვი სადმე რაიმე მაგალითს მოდი ამ ყველაფერს უკვე წავშლი. აი მაგალითად სად ვნახოთ? აი მაგალითად ანუ თქვათ რომ აქშენ შეხვედი, ну აქ არ არის ეს კაი მაინც და მაინც. კაი, აი აქ ვნახე ერთი სკალპი ვნახე უცბად, სადაც შეგვიძლია ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. ანუ აქ მაგალითად ახლა ვნახოთ გვაქვს აქ ესე ვთქვათ ესეთი სუპორტი, წამოვიდა ბაზარი ქვემოთ, აქ გვაქვს 15-ს გადავიდეთ. აქ გვაქვს მაგალითად ეს drop-off-ი, რომელიც გავარღვიეთ, ну იხსნება რა თქმა უნდა ტრეიდები, აქ რა თქმა უნდა შეგეძლო შესულიყავი ტრეიდში, stop-loss დაგეყენებინა აი აქ, მაგრამ შეგეძლო დაალოდებოდი კიდევ ორ მაგ კონფირმაციას, რომ ესეც კიდევ ერთხელ გაგვერღვია და შემდეგ აგიღო ტრეიდი. ნახე ახლა რა ხდება აქ. ტრეიდი შეგიძლია აიღო აქ აგრესიულად, შეგიძლია აიღო აქ აგრესიულად, შეიძლება აიღო უფრო დეფენსიურად და აქ ხედავ რომ არის კიდევ გახსნილი ლეველი, აი აქ ეს ხედავთ რომ ჯერ არ გატესტილა, ანუ ფასი არ ყოფილა აქ, არ გატესტილა, ამიტომ შეიძლება აქაც ტრეიდის აღება, ხო? ამიტომ ახლა ნახე რა ხდება. ახლა აქ უყურებ მაგალითად, ну ეს რა ცოტა გადავუხვევ ვიდეოს, ძალიან ბევრი გამოდის, მაგრამ მაინც განვიხილოთ, რომ განახოთ რას ნიშნავს. მაგალითად ვთქვათ, რომ ანუ შენ თუ გინდა აქ ტრეიდში შესვლა, ხო? ანუ სად უყურებს ყველა სტოპ-ლოს? სტოპ-ლოს უყურებს ყველა აქ, უყურებს აქ, უყურებს აქ, უყურებს აქ, მაგრამ ამას არავინ არ უყურებს, ამას არავინ არ უყურებს, ამას არავინ არ უყურებს, ხო? ხშირ შემთხვევაში ესენი ისტოპება ხოლმე, იღებენ ყველა ლიკვიდობას და მიდიან მაღლა. ამ შემთხვევაში შენ შეგეძლო უბრალოდ შენი ტრეიდი ქვემოთ აგიღო, სადაც იდეალურად შეგიფსებდა და სტოპ-ლოსი შეგეძლო აი ამ ვიკის ქვემოთ დაგეყენებინა და დაგეცვა შენი ესე ვთქვათ ტრეიდი, იმიტომ რომ შენ ერთი ნაბიჯით უფრო შორს ფიქრობ ვიდრე სხვები. და ტრეიდინგში ზუსტად ეს არის საჭირო, რომ ერთი ნაბიჯით არა აუცილებელი რომ ძალიან ჭკვიანი იყო, ერთი ნაბიჯით უნდა იფიქრო სხვებზე წინ იმისთვის რომ შენ გააკეთო ფული. იმედია მოგეწონათ ვიდეო და მიხვდით თუ როგორ გამოიყურება ჩემი დღის სტარტი, როგორ განვიხილავ ჩემ სცენარებს, როგორ ვიღებ ტრეიდებს, როგორ ვიღებ fine tuning-ს, ეს რა თქმა უნდა კიდევ ძალიან ვრცელი თემა არის, იმიტომ რომ გვაქვს სხვადასხვანაირი ბაზარი, რეინჯი, ტრენდები და ასე შემდეგ, შემდეგ კომპრესია, შემდეგ კიდე და შემდეგ. ამ შემთხვევაში ახლა როგორც გამოიყურება ჩემი დღის სტარტები, განახეთ, სხვა ტრეიდ კონდიცია, სხვა ბაზრის კონდიციებშიც რა თქმა უნდა განახებთ, ამიტომ თუ არ გინდათ რომ გამოვიტოვოთ ესეთი კონტენტი, აუცილებლად გამოიწერთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, გადაუზიარეთ მეგობრებს, ვისაც აინტერესებთ ესეთი კონტენტი და თუ რაიმე კითხვები გაქვთ, აუცილებლად დასვით კომენტარებში, ან შემოდით დისკორდზე და დაგეხმარებით.